გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. გაბიტაშვილი წლების მანძილზე მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან იყო გენერალური პროკურორი. ახლა კი გენერალური აუდიტორიის კანდიდატია. როგორც იცით, გუშინ ბატონმა ცოტნე ყავლაშვილმა მომართა გენერალური აუდიტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. იცით, რომ ის ბრუნდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ის დაინიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ თანამდებობაზე, რომელსაც ის 2015-22 წლებშიც იკავებდა. ამასთან იცით, რომ ის 2013-22 წლებში ასევე იყო სახელმწიფო ხაზინის უფროსი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველოს დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას. როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლება-ამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარმოუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით, რაც მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე კერძჭიშხლით დასრულდება. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადო ბატონ გიორგის მზაობისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ორგანოს უხელმძღვანელოს და მას შემდეგ რაც მოხდება საპარლამენტო პროცედურების სრულად დასრულება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაუძღვება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აქედანვე მინდა მას უსურვო წარმატება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ შალო. მოგესალმებით. გენერალური აუდიტორის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში. აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადაუხადო სახელისუფლებო გუნდს დობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელზეც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები. მე ვამაყობ პროკურატურაში გადაღებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით. მადლობა. დიდი მადლობა.